კომისიის წევრებმა დღეს შეპესე მაგნეტის მესაკუთრეს ჯემალ ლეონიძესაც მოусმინეს, რომელმაც განაცხადა, რომ მის ბიზნესის ეწოლაში და შემდეგ უკანონო ჩამორთმევაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად TBC ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც მონაწილეობდნენ. ლეონიძის განცხადებით, მის ბიზნეს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშეს პრობლემები 2008 წლის ომამდე იმ დროს დაიწყო, როდესაც საწვავის შემოტანა ბიზნეს პარტნიორებთან ერთად რუმინეთიდან გადაწყვიტა. ამის შემდეგ ლუკოილის იმდროინდელმა დირექტორმა დაიბარა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით გეზერაშვილის დანაბარები გადასცა, რომლის მიხედვითაც ლეონიძეს მისი ბენზინი უნდა გაეყიდა და რუმინეთიდან საწვავის შემოტანაზე უარი ეთქვა. მესაკუთრეს თქმით, ამ შეთავაზებას არ დასთანხმდა, რის შემდეგაც მალევე TBC ბანკმა საბანკო ვალდებულებების დაფარვა ჯემალ ლეონიძეს დროზე ადრე მოსთხოვა. თანხის გადახდის შემდეგ კი შეპესე მაგნეტის აქციების 25% შეძენის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, მოლაპარაკებებს ძირითადად ბადრი ჯაფარიძე ესწრებოდა, მამუკა ხაზარაძეს კი მხოლოდ რამდენჯერმე შეხვდა. ქონებებთან დაკავშირებით ბოლო დოკუმენტის გაფორმების შემდეგ ჯემალ ლეონიძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს და 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ციხეში ყოფნის დროს კი TBC ბანკმა კომპანიის აქციები გეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გადაუფორმა. ლეონიძემ ციხეურთეს 13 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. ვინ შემოთვალა, რომ ლეონიძე გაჩერდესო, ვისი შემონათვალი იყო და თუ უნდა გაანაწილოს ბიზნეს საწვავიო და ჩვენ შემოვიტანთ ამ საწვავსო, ხო სწორად გავიგე. ეს არ იყო არც ბრძანება, არც დავალება. აი ისე რომ ეთქვიან ნიშნა, უკეთესი იქნებაო, რომ დავით გეზერაშვილის მხრიდან იყო ეს შეტყობინა. პირდაპირ რომ გეზერამ თქვა, მე ვიცი ლეონიძის მუშაობა, იმუშაობს გაყიდოს ბენზინები, არც ბანკის წესხი უნდა, არც პრობლემების შემოტანის დროს, ოღონდ გაყიდოს ბენზინები, რაც ნიშნავდა, რომ იმ ხუთეულში შემოქონდა ის ბენზინები და ის ბენზინი უნდა გამეყიდა. მე არ ქონდა არავითარი წინააღმდეგობა, ბატონებო. ეხლა ამაზე გიჟი თუ იტყვის უარს. ამას არ იტყვი უარს, მაგრამ რაღაც სხვა ვალდებულება მქონდა სხვა ადამიანებთან, იმის სახელით შემოდიოდა ის გემი. ახლა საქართველოს ცოტა სხვა წესებია იმ იურიდიულ წესებთან ერთად და ეს გამოდიოდა რომ ამ ადამიანს უარს ვეუბნებოდი და აქეთ და თურმე უნდა მეთქვა, თანხმობა უნდა მეთქვა, რომ ესე არ გავჭლეთილიყავი რა. იმგან ცუდი არაფერი შემოუთვლია. ესე იგი, ჩემთან იმუშაო, ჩემი ბენზინი გაყიდოს, ну რა თქმა უნდა ფასებზე შევთანხმდებით და თუ არა, რა იქნება, ეს პასუხი არ აქვს. ბატონო ჯემალ, ეს რომელი წელია, რომ 2008 წლის ომამდე. ამ დროს ბატონი გეზერაშვილი არის თავდაცვის მინისტრი. არ მე მგონი, ის იყო, ხო, თავდაცვის მინისტრი, მაშინ ალბათ, ხო, კი, ზუსტად არ ვიცი მე. თავდაცვის მინისტრი? კი. გითვლით საწვავის ბიზნესში ჩართულ ადამიანს და წარმატებულ ბიზნესმენს, რომ მე შემომაქვს საწვავი, ჩემი გაყიდოს და თვითონ შემოტანას. შემომაქვს არა? დავა კონკრეტულად. მე რაც ჩვენება მაქვს გითხარით იმას. აი ზუსტად უნდა გითხრათ. ჩემი ბენზინები გაყიდოს. ჩვენი ბენზინები გაყიდოს. ახლა მე შემომაქო მაგას რომ არ იტყო და ეგ რა თუნდა ხო? სახლში მაქვსო თქვათ და ჩემი გაყიდოს. ჩვენი ბენზინები გაყიდოს და არაფერზე პრობლემა არ ექნება. ეგ არის. გასაგებია, ეს შემოთვალა გეზერაშვილმა, რაც თქვენ არ გაითვალისწინეთ. არ გავითვალისწინე და იმ დღესვე ღამის პირველ 2 საათზე მოხდა ჩვენი შეხვედრა ამ პიროვნებასთან სასწრაფოდ პასუხი ეჩქარებოდათ იოსებიძის ქუჩაზე, ხო და უთხარი რომ ვერა, მე ეხლა ამ ხალხთან ვარ და მისი პირით შეუთვალე თუ არის? ისევ ზალ სამხარაძის პირით. ისევ ზალ სამხარაძის პირით. ვინ იყო ამ დროს ბატონი ზალ სამხარაძე? ბატონი ზამხარაძე იყო ბიზნესმენი, რომელსაც ჰქონდა ურთიერთობები ძველთანაც და ახალთანაც ხელისუფლებასთან, ნორმალური პირობებით აკეთებდა ბიზნესს და ჩემ კომპანიაში ჰქონდა თანხა ჩადებული საბრუნავი თანხა. 12-15 თვეში გადასახდელი 3 მილიონი დოლარი გაგვიჭირდაო და TBC ბანკმა მოგთხოვათ 4 თვეში დაფარეო. ამას თქვენ დაიწყეთ თანხების მობილიზება და გადახდა განიზრახეთ, იმიტომ რომ კეთილსინდის სიერათები ყრობოდით ბანკის ამ მოთხოვნას, სხვა რა გზა გქონდათ პრინციპში, ალბათ. და შემდეგ უკვე მეორე მოთხოვნა წამოვიდა, რომ მობრძანდიო თქვენს კომპანიაში შემოსვლა გვინდაო, რომ განვითარდეს და გაფართოვდესო. და მიბრძანდით შეხვედრაზე და თქვენ თქვით ასეთი ფრაზა, რომ ჯაფარიძე იყვნენ სხვებიც. ვინ იყვნენ ეს სხვები და სად შედგა ეს შეხვედრა? მოგახსენეთ ბატონი გიორგი ასლანინგაშვილი,
რომელიც დღეს ხომ არის პრობლემატური სესხების დირექტორი. იმ დროს TBC ბანკს ჰქონდა ყავდა სამსახურიდან გაგდებული დანაშაულზე წასწრებული კაცი და ჩემ ეპიზოდში იმიტომ აიყვანეს დირექტორად, რომ ჩემთვის ის შეესრულებია, რაც შემისრულა. ეს პიროვნება და იყო ბუცხერიგიძეც. არ იყო ხაზარაძე. ხაზარაძე იყო ერთ შეხვედრაზე მხოლოდ, ერთ შეხვედრაზე დარბაზში შევხვდით, ხო და ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. ესე იგი ბადრი ჯაფარიძე, ბატონი ბუცხრიკიძე და გიორგი ასლანიკაშვილი შეგხვდნენ. კი. რომელიც არ დაკითხა გამოძიებამ დღემდე. ბუცხრიკიძე? არც ბუცხრიკიძე, არც ასლანიკაშვილი და არც ჯაფარიძე. გასაგებია. შემდეგ თქვენ ბრძანეთ ესეთი რაღაცა, რომ მე მითხრესო, რომ TBC-ის შეხვედრაზე რომ თქვენი კომპანია გვინდაო რომ ასე ვთქვათ ვეთანამშრომლოთ და ვიყოთ ბიზნეს პარტნიორები გავხდეთ, იმიტომ რომ თქვენი ფერები მოგწონსო, თქვენ იხუმრეთ თუ ეს ნამდვილად. ნამდვილად, სერიოზულად. ვინ თქვა ეს? ჯაფარიძემ. ბადრი ჯაფარიძემ გითხრეთ შენი კომპანია მე მინდა, იმიტომ რომ შენი ფერები მომწონსო. როგორ არ დაუჯერებდი კაც დამოუკიდებლობის აქცია ხელი მოწერილი 99 წელში. აი იმიტომ ყიდულობო და იმიტომაც დაუჯერე მაგაში და სხვა რამეში კიდევ. რადგან რაიმე ტიპის ან მხარდაჭერა ან გულშემატკივრობა არ გინახავთ. ნუ ეხა გულშემატკივრობა ცოტა ისეთი სამოქალაქო ფრაზა გულშემატკივრობა შეიძლება გული ეთკინათ, მაგრამ მე პირადად დახმარები და ჩემ ოჯახს არავინ არ დახმარებია. შემატკივრობა არავით არის დახმარება ჩემი ოჯახის მიმართ, ციხეში ყოფნის დროს, ბოდიში ეხლა ბარე მივაყოლებ ხარ ბატონ, 1 კილო ვაშლი არ მოუტანიათ ციხეში ბატონი ხაზარაძე დღეს ამაღლობელ მზია ქალბატონს გულშემატკივრობს ციხეში და პერედაჩებს უგზავნის და მე მოწილე ვიყავი. აი იმაზეა დაფიქსირებული, რა ქვია, მემორანდუმი მოწილე იყო ჩემი და 1 კილო ვაშლი არ მოუტანია, არ გამოუგზავნია და ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, რომ ცოდვაა ის კაცი და მიხედეთ. და ამ პატიმრობის ჟამს ხომ არ რა პირობებში იყავით, ეს გვაინტერესებს და ხომ არ ყოფილხართ დასჯილი ან ნაწამები ან რა ადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხომ არ ყოფილხართ ან სამარტო საკანში ან ფუქსში. ეს ხვისი ხომ არ გინახავთ, სხვისი წამება. ერთი იმით ზედმეტად დავისაჯე რომ ჩემი იყო ესა 180 მუხლი თაღლითობა და 362 ყალბი დოკუმენტები დახურული რეჟიმი დამინიშნეს. დახურული რეჟიმი. 36 წელს ცხოვრობდა პროკურორი, მოსამართლემ 15 წელიწადია 6 თვე გამომიტანა და ამინისტიების შემეხო მაშინვე და დამჭა სასჯელი 10 წელიწადი და 6 თვე დახურული რეჟიმი. რამდენ ხანში გამოходით მთლიანად? 3 წელიწადი და 6 თვე მოვანდომე ზუსტად. და გამოходით რა სტატუსით? ამოდი პოლიტპატიმრის სტატუსით, ევროკონვენციის მე-6 მუხლია თუ რა, რომელიც მე არა ვარ პარტიული, არც ყოფილი ვარ ჩემ ცხოვრებაში, ხო და როგორც სახელმწიფო ბერკეტის მიერ ქონებების წართმევა თუ რაღაც ესე კლასიფიცირდება რა ის ამ სტატუსით გავედი მე პოლიტპატიმრად. კი ბატონო, დიდი მადლობა და კიდევ ერთი ახლა თქვენ პრინციპში ეს ახლა რასაც გითხავთ ამაზე პასუხი უკვე გააცეთ ეს სხვადასხვა დროს ბევრჯერ რაღაც ნაწილები, მაგრამ ერთიანად რო ვთქვათ. ანუ ქონება დაბრუნებული არ არის, გამოძიება თქვენ გამართლების ნაწილში თქვენ გამართლებული ხართ, მაგრამ გამოძიება რომ რა დანაშაულიც მოხდა, სავარაუდო დანაშაული თქვენს მიმართ, მიმდინარეობს, დასჯილი არავინ არ არის და დაკითხული ძალიან ბევრი ადამიანი არ არის. ხო სწორად დავხსენე. შემეკითხე დამავიწყდა ეგ საკითხი. და ქონებაც დაბრუნებული არ არის არანაირი. ხო და რა მოხდა? ეხლა უყურე 2019 წელს მანამდე ბატონმა ნადარეიშვილმა რამდენჯერმე სატელევიზიო დაპირება მომცა რომ ლეონიძის საქმე მალე ნახავს დღის სინათლეს. 2019 წელს პროკურატურამ, მთავარმა პროკურატურამ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს მიცა შესაფასებლად ჩემი ქონებები და ბიზნესი. 2019 წელს, 2025 წელს მივიღეთ პასუხი. სამხარაულის ბიურო, ბატონი ივანიშვილია გვარად თემური თუ შოთა არ მახსოვს, რომელმაც ადვოკატთან შეხვედრის დროს მითხრა, მე რასაც მინდა დავწერ ამ ნაწარმოებშიო, მიცა პროკურატურას ესეთი პასუხი. სამხარაულის ეროვნულ ბიურო ვერ აფასებს 2009-10 წლის მდგომარეობით მაგნატის ქონებების და ბიზნესის ღირებულებას. აი ესე მიმდინარეობს ჩემი გამოძიების პროცესი.